გადავიდეთ ახლა მე-7 ამოცანაზე. მე-7 ამოცანა წავიკითხოთ. მეოთხე სურათზე გამოსახულია ვერტფრენის და ავტომობილის ტრაექტორიები. შეადარეთ ერთმანეთს მათი გზა და გადაადგილება. მოდით დავხატოთ, ესე იგი მიახლოებით, აი თქვათ ავტომობილმა იმოძრავა ესეთი რაღაცა კლაკნილ გზაზე, იყო A წერტილში და გადაადგილდა და მოვიდა B წერტილში. გზა იყო ეგეთი ესე იგი და ამიტომაც აი ამ ტრაექტორით იმოძრავა. ხოლო რაც შეეხება ვერტფრენმა, ცხადია ის ჰაერში მოძრაობს და მან გაიარა შეასრულა ესეთი ტრაექტორია. მოდით ესე დავხატოთ A შტრიხი, B შტრიხი. ხო იმისათვის რომ შევადაროთ გზა და გადაადგილება ერთმანეთს, მოდით გავიხსენოთ საერთოდ მოძრაობის მახასიათებლები. პირველი მახასიათებელი ეს იყო ეგრეთ წოდებული ტრაექტორია. რა არის ტრაექტორია? ტრაექტორია ეს არის წირი, რომლის გასწვრივაც მოძრაობს სხეული. მას არ აქვს რიცხვითი მახასიათებლები. რიცხვითი მახასიათებელი ტრაექტორიისა ეს არის გზა. მეორე, მაშტომე გზა. რა არის გზა? ეს არის ტრაექტორიის სიგრძე, რომელიც სხეულმა გაიარა. ეს სიგრძე იზომება მეტრებში, სანტიმეტრებში, ან კილომეტრებში, გააჩნია რა სხეულის და რა წერტილის მოძრაობაზე ვლაპარაკობთ. მაშტომე ტრაექტორია კიდევ ვიმეორებ, ეს არის წირი, რომლის გასწვრივაც მოძრაობს სხეული, ხოლო გზა არის ამ ტრაექტორიის სიგრძე, გამოსახული მეტრებში, სანტიმეტრებში ან კილომეტრებში. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში ავტომობილი მოძრაობდა აი ამ მრუდი წირის გასწვრივ A-დან B-მდე, ხოლო რაც შეეხება ვერტფრენს, იმან იმოძრავა წრფივად A შტრიხიდან B შტრიხ წერტილამდე. შემდეგი მახასიათებელი ეს არის ეგრეთ წოდებული გადაადგილება. გადაადგილება. რა არის გადაადგილება? ეს არის ვექტორი, როგორც ესეთ აღინიშნება, რომელიც აერთებს სხეულის საწყის და საბოლოო მდებარეობას. მოდით დავხატოთ ამ ნახაზზე ავტომობილის შემთხვევაში მისი გადაადგილება, ეს არის ვექტორი AB, ხოლო ვერტფრენის შემთხვევაში ვექტორი A შტრიხ B შტრიხი. დავსვათ კითხვა ესეთნაირად. შეიძლება თუ არა გზა და გადაადგილება ერთმანეთს დაემთხვეს? პასუხი არის ამაზე უარყოფითი. იმიტომ რომ გადაადგილება არის ვექტორული სიდიდე, ხოლო გზა არ არის ვექტორული სიდიდე და აქედან გამომდინარე ვექტორული სიდიდე ვერასოდეს ვერ დაემთხვევა, ვერ იქნება ტოლი არავექტორული სიდიდისა. მაგრამ შეიძლება რომ გზა დაემთხვეს გადაადგილების სიდიდეს. მაშტომე გადაადგილებას აქვს ორი მახასიათებელი, პირობითად ორი. ერთი არის მისი სიდიდე და მეორე მიმართულება. კიდე გავიმეორებ, რომ ვერცერთ შემთხვევაში ეს გინდა მოძრაობაზე იყოს საუბარი, მოძრაობის მახასიათებლებზე ან სხვა რაიმე მახასიათებელზე, ვექტორული სიდიდე და სკალარული სიდიდე ერთმანეთს ვერ დაემთხვევა, იმიტომ რომ ვექტორულ სიდიდეს აქვს როგორც აბსოლუტური მნიშვნელობა, რიცხვითი მნიშვნელობა, ასევე აქვს მიმართულება. ხოლო გზას არ აქვს მიმართულება. გზას აქვს მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება გზა გადაადგილების სიდიდეს დაემთხვეს. ესე იგი შეიძლება ზოგ შემთხვევაში გზა
უდრი ტოლი იყოს გადაადგილების სიდიდისა, მაგრამ თვითონ გადაადგილების ტოლი ვერ იქნება ვერასოდეს. მოით ეს შემთხვევა განვიხილოთ, რა შემთხვევაში შეიძლება დაემთხვეს გზა გადაადგილების სიდიდეს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სხეული მოძრაობს წრფივად, აი თქვათ მოძრაობს A-დან B წერტილამდე, სიტუაცია ეს A წერტილი იყოს B წერტილი და უკან არ ბრუნდება. იყო A-ში და მოვიდა B-ში. ამ შემთხვევაში გზა არის AB მონაკვეთის სიგრძე, ხოლო გადაადგილება არის AB ვექტორი და ამ შემთხვევაში AB ვექტორის სიდიდე ემთხოვა AB მონაკვეთს. ესე იგი AB ვექტორის სიგრძე, სიდიდე დაემთხოვა AB მონაკვეთს. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც გზა და გადაადგილება ემთხოვა ერთმანეთს. მასშტაბ ეს ის შემთხვევა არის, როდესაც სხეული მოძრაობს წრფივად, ისე რომ მიმართულებას არ იცვლის. რა ვსგულისხმობ მიმართულებას არ იცვლის? ესე იგი შეიძლება თქვათ სხეულმა გაიაროს, თქვათ იყოს A წერტილში, მერე მოვიდეს B წერტილში და მერე უკან დაბრუნდეს. ან საწყის წერტილში, ან თქვათ უბრალოდ მობრუნდეს უკან და რაღაც C წერტილში მოვიდეს. ამ შემთხვევაში გზა იქნება AB მონაკვეთს დამატებული BC მონაკვეთი, ხოლო გადაადგილება არის AC ვექტორი და მისი სიგრძე არავითარ შემთხვევაში არ იქნება AB-ს პლუს BC-ს ტოლი. ეს რაც შეეხებოდა მეშვიდე ამოცანას. მერვე ამოცანა არის საზეპირო. არის ეგეთი შინაარსის. რის მიხედვით ვიხდით ფულს ტაქსით და თვითმფრინავით მგზავრობისას, გზის თუ გადაადგილების. ცხადია გზის მიხედვით ვიხდით, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლება თქვათ A წერტილიდან გამოვიდეთ ტაქსით, მოვიდეთ რაღაცა B წერტილში და უკან დაუბრუნდეთ, თქვათ იგივე წერტილში. აი ვიყავით A-ში, მოვედით B-ში და უკან დაუბრუნდით. ამ შემთხვევაში გზა არის AB მონაკვეთს დამატებული BA მონაკვეთი, ანუ ესე იგი ორჯერ AB მონაკვეთი. ხოლო გადაადგილება ამ შემთხვევაში S-ი უდრის 0-ს, იმიტომ რომ საწყისი წერტილი და საბოლოო წერტილი ერთმანეთს ემთხოვა. ვიყავით A-ში, A-დან დავიწყეთ მოძრაობა და ისევ აქ დავბრუნდით. ცხადია რომ არც ერთი ტაქსისტი არ დათანხმდება იმაზე, რომ მას ფული გადაუხადოთ გადაადგილების მიხედვით, იმიტომ რომ გზის მიხედვით ხდება ბენზინის ხარჯი, ასევე დროის ხარჯი და ასე შემდეგ. ეხლა მეცხრე ამოცანა. მოდით აი ეგ დავხატავ, ეს არის იატაკი და იატაკიდან 3 მეტრო სიმაღლეზე, A-ში არის 3 მეტრი, ატანილი იყო ბურთი და გაუშვეს ხელი. ჩამოვარდა ბურთი ქვევით და იატაკზე დაცემის დროს ახტა ზევით და ისე რომ ზევით რომ მიდიოდა 1 მეტრ სიმაღლეზე ეს ბურთი დაიჭირეს. ესე იგი ეს მონაკვეთი, ეს თქვა A1 დავუნიშნოთ, ეს A2 არის 1 მეტრი. ესე იგი იყო აქ ბურთი, ჩამოვარდა და ახტა აქ დაიჭირეს. შევადაროთ ერთმანეთს გზა და გადაადგილების სიდიდე. გზა იქნება, ნახეთ, აი ამ მონაკვეთს დამატებული ეს მონაკვეთი. ესე იგი გზა L-ით რო ავნიშნოთ, იქნება A1 პლუს A2. ანუ 3 პლუს 1 უდრის 4 მეტრს. ხოლო გადაადგილება ბურთი იყო საწყისი წერტილი აქ იყო, მოდით 10 ავნიშნოთ საწყისი წერტილი და მერე დაიჭირეს B წერტილში, აგერ აქ. ეს გადაადგილება არის AB ვექტორის ტოლი. ხოლო მისი სიდიდე, გადაადგილების სიდიდე, ეს არის აი ეს მონაკვეთი. ეს მონაკვეთი კი არის A1 მინუს A2. ანუ 3 მინუს 1 და ეს არის 2 მეტრი. ეხლა მოდით მე-10 ამოცანა განვიხილოთ. თანაბრად მოძრავმა ავტომობილმა მოხვევისას შემოწერა წრეწირის ნახევარი. შეასრულეთ ნახაზი, რომელზეც მიუთითეთ გზა და გადაადგილება.
მოხვევის მთელ დროში და ამ დროის 1/13-ში. რამდენჯერ მეტია დროის აღნიშნულ მონაკვეთში გავლილი გზა შესაბამის გადაადგილების ვექტორის მოდულზე. აი მოდით დავხატოთ ეს იგი სურათი, თქვა მანქანა იყო აწერტილში, მანქანასაც ახლა აქ როგორც ნივთიერწერტილად ისე ვხატავ. შემოწერა წრეწირის ნახევარი, ეს იგი მოვიდა B წერტილში. მოდით ეს შევავსოთ მთელ წრეწირამდე. ეს იგი იყო A-ში და მოვიდა B-ში. ეს არის თქვათ იმ წრეწირის რადიუსი, ცენტრი, რომელიც მანქანამ შემოწერა მოხვევის დროს. და მოდით პირობითად R-ით აღვნიშნოთ ამ წრეწირის რადიუსი. ხო, შესრულებული გზა L-ი ცხადია არის AB რკალის სიგრძის ტოლი. ეხლა AB რკალის სიგრძე არის ამ წრეწირის სიგრძის ნახევარი. მთელი სიგრძე არის 2πr. ეს რო გავყოთ 2-ზე, ეს ორიანები გაიკვეცება და გამოგვივა πr. ასე რომ გავლილი გზა არის πr-ის ტოლი. რაც შეეხება გადაადგილებას, ის არის სხეულის საწყისი წერტილი შეერთებული საბოლოო წერტილამდე არის AB ვექტორი. ეს გადაადგილება არის AB ვექტორის ტოლი, ხოლო მისი სიგრძე ეს არის AB მონაკვეთი და AB მონაკვეთი ეს არის დიამეტრი. ანუ 2r. რო შევადაროთ ერთმანეთს, ესე იგი შევაფარდოთ L-ი გავლილი გზა გადაადგილების სიდიდეს და გამოგვივა πr-ის შეფარდება 2r-თან. R-ები გაიკვეცება და გამოვა π ნახევარი. გავიხსენოთ, რომ π ეს არის დაახლოებით 3.14 მიასედი და ეს ცხადია 2-ზე მეტია. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ L-ის შეფარდება S-ის სიდიდესთან მეტია R-ზე, ასე რომ გზა მეტია გადაადგილებაზე. ეხლა აქვე იგივე ამოცანაში გვეკითხებიან, რომ განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც მანქანამ ამ მოძრაობის მესამედი შეასრულაო. ესე იგი, თქვა აი აქამდე იყო, რომ წრის ნახევარი შემოწერა და ამ ნახევრის მესამედი, დავხატოთ დაახლოებით. აი თქვათ, ეგ იყო A-ში იყო, ეს პირველ შემთხვევაში საბოლოო წერტილი B არის და ეხლა არის აი ამ რკალის მესამედი, ეს C წერტილი იყოს. ეხლა რკალის მესამედი იქნება თუ ეს კუთხე მთელი გაშლილი კუთხე ადამიანამდე, ესე იგი არის 180 გრადუსი, ეს იქნება 60 გრადუსი. ამ შემთხვევაში გზა L1 არის AC რკალის სიგრძის ტოლი, რომელიც არის 1/13 AB რკალის სიგრძისა. თუ შევიტანთ AB რკალის სიგრძის, რომელიც იყო πr, ეს გამოვა πr მესამედი. გადაადგილებას რაც ეხება, ის არის AC ვექტორის ტოლი, ესე იგი ეს პირველი გადაადგილება ამ შემთხვევაში არის AC ვექტორის ტოლი, ხოლო გადაადგილების სიდიდე შეიძლება აი ამ OAC სამკუთხედიდან დავთვალოთ. ეს იგი სამკუთხედი OAC ტოლგვერდაა. საიდან ჩანს, რომ ეს იგი OC და OA რადიუსები არის და ამიტომ OC მონაკვეთი AO მონაკვეთის ტოლი არის, ამიტომ ACO კუთხე და CAO კუთხეებიც ერთმანეთის ტოლია, ეს კუთხე და ეს კუთხე ტოლი არის. 60 გრადუსი არის ეს კუთხე და სამივე კუთხის ჯამი არის 180 გრადუსი სამ კუთხეში, ამიტომ ესენიც 60-60 გამოდის. სადამე AC ვექტორის სიგრძე გამოდის რადიუსის ტოლი. ესე იგი ამ შემთხვევაში გადაადგილების სიდიდე გამოვა R-ის ტოლი. შევადაროთ ისევ ერთმანეთს. გავლილი გზა L1
S1 სიდიდესთან, ეგ ვექტორებს ვახატავ ზევიდან. ეს გამოვიდა P ეგ იყო PR მე-13 გაყოფილი R-ზე, R-ები გაიკვეცება, გამოვა P მე-13. ნუ P ისევ რა თქმა უნდა 3.14 მიასედია და ის მეტია 3-ზე. ამიტომ ამ შემთხვევაშიც L1-ის შეფარდება S1-თან R-ზე მეტი იქნება. ამიტომ გზა ამ შემთხვევაშიც მეტია ვიდრე გადაადგილების CDD. ვიმეორებ CDD. კიდევ ვიმეორებ, რომ გადაადგილება და CDD და გზა არასოდეს ერთმანეთს არ ემთხოვა, იმიტომ რომ გადაადგილება არის ვექტორი, ხოლო გზა არის სკალარული CDD და სკალარული CDD და ვექტორული CDD ერთმანეთის ტოლი ვერასოდეს ვერ იქნება. ეგ იყო მეათე ამოცანა. ეხლა დანარჩენი ამოცანები ნახეთ დაახლოებით ერთნაირები არის, მაგრამ აგიხსნით ესე იგი ეგ როგორ უნდა გაკეთდეს. ეგ ამოცანები ყველა ეხება ვექტორის პროექციას ან გეგმილებს. ესე იგი აი რაზე არის ლაპარაკი აგიხსნით ეხლა. აი თქვა ჩვენ გვაქვს რაღაცა კოორდინატა სისტემა x O, Y კოორდინატა სისტემა, ამას ცხადია თავისი დანაყოფები აქვს, როგორც x ღერც, ასევე y ღერც და თქვათ აქ მოცემული გვაქვს რაღაცა ვექტორი. დავარქვათ ამას S ვექტორი. ჩვენ შეგვიძლია ვექტორი აღწეროთ მისი ეგრეთ წოდებული გეგმილებით, ანუ ზოგჯერ პროექციებით ამბობენ. იმისათვის რომ S ვექტორის გეგმილები ვიპოვოთ, ნუ ჯერ ესეთი გეგმილებით რაღაცა ღერძზე. აი თქვათ S ვექტორის პროექცია, ანუ გეგმილი მინდა ვიპოვო x ღერძზე. აი როგორ ვიქცევით? ვიქცევით შემდეგნაირად, რომ ამ ვექტორის სათავეს, აგერ არის ვექტორის სათავე, ვედან უშვებ პერპენდიკულარს x ღერძზე. და ამას დავარქმევ x0-ს. იმიტომ რომ საწყისი წერტილი არის, ნუ ვექტორის დასაწყისი არის აქა. და ასევე ვექტორის ბოლოდან ასევე უშვებ პერპენდიკულარს x ღერძზე. ამას დავარქმევ x წერტილს. და ამ წერტილების კოორდინატები ცხადია იქნება, აი ბოლო წერტილის კოორდინატი არის x-ი, საწყისი წერტილის კოორდინატი არის x0. და ამ ვექტორის გეგმილი x ღერძზე, ანუ პროექცია x ღერძზე, ეს არის x გამოკლებული x0. ზუსტად ასევე y ღერძზე შეგვიძლია S ვექტორის გეგმილები ვიპოვოთ. მოდი დავუშვოთ პერპენდიკულარი y ღერძზე, ამას დავარქვათ y0, ნუ 0, იმიტომ რომ საწყისი წერტილი არის და ასევე დავუშვოთ პერპენდიკულარი ვექტორის ბოლოდან, ამას y წერტილი დავარქვათ. და ანალოგიურად S y-ი, ანუ ვექტორის გეგმილი, ანუ პროექცია y ღერძზე იქნება y-ს გამოკლებული y0. მოდი ახლა რამოდენიმე შემთხვევა განვიხილოთ რა, ამისი ახლა იქ ამოცანის სახით არის ეგ შემთხვევები მოცემული. უბრალოდ ჩვენ ეს იგი ზოგადად გავაკეთოთ ეგ და იმ ამოცანებს თქვენი დამოუკიდებლად, მე მგონი არ გაგიჭირდებათ მათი გაკეთება. აი მოდით მე დავხატავ ისე ვთქვათ კოორდინატა ღერძებს, ვთქვათ ეს იყოს x, o, y კი და აქ იყოს ვთქვათ ეს ერთიანია, ორიანია, 3 4, ნუ აქეთ უარყოფითებია თქვა -1, -2, ნუ -3 თქვა. ეხლა აქეთ y ღერძზე 1, 2, 3, 4 და ანალოგიურად უარყოფითები -1, -2, -3, -4. ნუ გვახსოვს რომ 0-ის მარჯვენა მხარეს, საიდანაც x-ი ღერძის მიმართულება უყურებს ყველა რიცხვები დადებითია, ხოლო მარცხენა მხარეს უარყოფითი არის. ანალოგიურად y ღერძის თანხვედრი მიმართულებით ყველა წერტილები დადებითად არის მიჩნეული, ქვევით რომლებიც არის 0-ის ქვევით, ისინი უარყოფითად არის მიჩნეული. აი თქვა დავიღოთ რაღაცა ვექტორი, აი თქვა სიტყვაზე, ნუ მოდი დავიღოთ ესეთი ვექტორი, აი პირველი ვექტორი. აი მე ისე ავიღე, რომ ამ ვექტორის x
ვიპოვოთ აი პირველი ვექტორი და დავარქვათ ამას ეს პირველი. დავუშვათ პერპენდიკულარი x ღერძზე, მოვიდა ერთიანში. და ეხლა დავუშვათ პერპენდიკულარი ბოლოდან, ესე კოორდინატის სათავე, ესა ვექტორის სათავედან და ვექტორის ბოლოდან დავუშვი პერპენდიკულარები. მოვიდნენ ერთიანში და სამიანში. ამიტომ ეს პირველი x-ი, არა, ამისი x გეგმილი, ან x პროექცია იქნება x არის აგერ სამიანში მოვივიდა. 3 მინუს 1. ანუ ეს 1x-ი 2 სტოლი გამოვიდა. ანალოგიურად y ღერძზე რო დავუშვა პერპენდიკულარები, ეს თქვა სათავედან მოვიდა 1-ში, ეს 1-დან მოვიდა 4-ში. ამიტომ ეს 1y იქნება 4 მინუს 1, ანუ გამოვიდა 3. ეხლა მოდით ავიღოთ ეგეთი ვექტორი, ნახეთ, აბა x ღერძის პარალელური ვექტორი ავიღოთ. აი თქვათ ესეთი ვექტორი იყოს s2. მოდით მისი გეგმილები ვიპოვოთ. ჯერ მოდით x ღერძზე. სათავედან მოვიდა 2-ში, ბოლოდან მოვიდა 4-ში. ასე რომ s2x იქნება 4 მინუს 2, გამოვიდა 0. ეხლა ნახოთ s2y რა გამოვა. s2-ის ვექტორის სათავედან რო დავუშვათ პერპენდიკულარი მოვიდა 1-ში და ბოლოდან რო დავუშვა პერპენდიკულარი y ღერძზე, ისევ 1-ში მოვიდა. ამიტომ აქ მექნება ბოლო წერტილის კოორდინატი არის 1 მინუს y0. ეგეც ერთიანი არის. ამიტომ გამოვა 0. მარსადამე s2x გამოვიდა, s2-იანი ეგ 0 დავწერე შემეშალა. s2x არის 2, s2y გამოვა 0 სტოლი. ეხლა საინტერესოა ის შემთხვევა, როდესაც თქვათ მაგალითად უარყოფით ღერძებზე გადადის რაღაცა, ან და მაგალითად არ არის სავალდებულო, ну, რა ვიცი, უარყოფითად. აი თქვათ, აი ესეთი ვექტორი ავიღოთ სიტყვაზე. აი შეხედეთ, კოორდინატა სათავეზე გაიარა ვექტორმა და აგერ არის მისი საწყისი წერტილი a არის და აგერ საბოლოო წერტილი არის b. თქვათ s3. აი მოდით აი აქ დავწერ ზევით, რომ დაინახოთ. აქედან რო დაუშვა საწყისი წერტილიდან კოორდინატ პროექცია რო ვიპოვო a წერტილის s3x, ხო? საწყისი წერტილიდან -2 გამოვიდა და ბოლო წერტილიდან 2. ამიტომ 2-ს გამოკლებული -2. ეს იქნება 4 სტოლი. s3y შეხედეთ, ბოლო წერტილიდან რო დაუშვა პერპენდიკულარი გამოვიდა -3, ხოლო საწყისი წერტილიდან y ღერძზე რო დაუშვა პერპენდიკულარი 2 გამოვიდა, -2, ამიტომ გამოვიდა -5. შეხედეთ, ესე იგი აი ამ ვექტორის, რომელიც ქვევით იხედებოდა, x გეგმილი დადებითი არის 4, ხოლო y გეგმილი არის -5 სტოლი. აი ამ ნიშნებიდან შეიძლება მივხვდეთ, საითკენ იხედება ხოლმე ვექტორი, თქვათ y ღერძის კენ არის, ესე იგი თქვათ აი პირველ კვადრანტში არის, მეორე კვადრანტშია, მესამეში თუ მეოთხე მიმართულებით იხედება. ეს ყველა ამოცანები აქედან აი მე-11 ამოცანიდან დაწყებული მე-13 ამოცანამდე, მე-14 ამოცანამდე, არა, ესე იგი ეგ ყველა ფაქტიურად აი ამაზე არის დაფუძნებული. ამებს გამოვტოვებ და აი მოდით გავაკეთოთ მე-15 ამოცანა. ნუ წავიკითხოთ. ვერტფრენმა პირდაპირ იფრინა 40 კილომეტრი. შემდეგ შემოbrunდა 90 გრადუსი და კიდევ იფრინა 30 კილომეტრი. იპოვეთ ვერტფრენის მიერ გავლილი მანძილი და გადაადგილება. ნუ ჩავთვალოთ, რომ ეს a წერტილი იყო საწყისი წერტილი ვერტფრენის. პირდაპირ იფრინა, აი მოდით ესე წარმოვიდგინოთ, რომ ვერტიკალურად ზევით მოძრაობდა. 40 კილომეტრი გაიარა, ესე იგი მოვიდა B წერტილში და მერე
90 გრადუსი კუთხით შემოbrunდა, ნუ მე ჩავთვლი რომ აი მარჯვნივ შემოbrunდა და კიდე იფრინა 30 კილომეტრიო. ესე იგი აი მასწავლე მოცემული არის, ესე იგი ახლა ეგ შეიძლება რომ ჩავწეროთ, რომ ესე იგი AB მონაკვეთი არის 40 კილომეტრი, ხოლო BC არის 30 კილომეტრი. თან მოცემულია რომ ეს არის მართი კუთხე. იპოვეთ გზა და გადაადგილება. L არის კითხვის ნიშანი და S არის კითხვის ნიშანი. ნუ ხლა გავლილი გზა L. ცხადია, ეგ არის AB მონაკვეთს დამატებული BC მონაკვეთი. AB-ს პლუს BC მონაკვეთი. ანუ ეს არის 40 პლუს 30 გამოვიდა 70 კილომეტრი. ხოლო რაც შეეხება გადაადგილებას, ეგ არის AC ვექტორი. აი ეს არის AC ვექტორი. ხოლო რომლის სიდიდე სიგრძე, ანუ ესე იგი AC ვექტორის სიგრძე, შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ, რადგან ეს მართკუთხედი სამკუთხედი არის პითაგორას თეორემით. ესე იგი AC იქნება კვადრატული ფესვი AB კვადრატს პლუს BC-ს კვადრატი. დან ფესვი აქედან. ანუ ეს გამოდის 40-ის კვადრატს პლუს 30-ის კვადრატი. ნუ ეს რამდენი გამოვა? 1600 პლუს 900 კვადრატული ფესვი, ეს იგი აქედან გამოვა, ეს არის 22500 უпростоრად და ეს გამოვიდა 50, ნუ რა თქმა უნდა კილომეტრი. ასე რომ გადაადგილების სიგრძე ესე იგი არის 50 კილომეტრი, ხოლო რაც შეეხება მიმართულებას, აი შეგვიძლია ეს კუთხე ვიპოვოთ. ნუ ეს მოდით ალფათი აღვნიშნოთ ეს კუთხე და ამ კუთხის ტანგენსი ეს არის BC მონაკვეთის შეფარდება AB მონაკვეთთან. ანუ ეს არის BC იყო 30, 40, ანუ 3/4. ეს იგი ტანგენს ალფა არის 3/4 ტოლი და ცხრილებში მე შეგვიძლია ვიპოვოთ ის კუთხე, რომლის ტანგენსი არის 3/4. ამას არქტანგენსი ქვია. ალფა არის არქტანგენს 3/4-ისა. მასალე მე გადაადგილების სიდიდე გამოვიდა 50 კილომეტრი, ხოლო კუთხე აი ამ ვერტიკალთან, ანუ ჩრდილოეთის მიმართულებასთან გამოვიდა აი ამ ფორმულით მოიცემა. გავაკეთოთ მე-16 ამოცანა. კატერმა ტბაზე ზუსტად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაიარა 2 კილომეტრი. შემდეგ კი 1 კილომეტრი ჩრდილოეთის მიმართულებით. იპოვეთ გეომეტრიული აგებით გადაადგილების მოდული და მიმართულება. აი მოდი დავხედოთ კოორდინატა ღერძები. ეს არის x, o, y კოორდინატა ღერძები. აი ეს იყო საწყისი წერტილი, საიდანაც იწყებს მოძრაობას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუსტად ჩრდილო-აღმოსავლეთი ნიშნავს, რომ აი ეს არის 45 კუთხე, აი ამ მიმართულებით იმოძრავა ზუსტად ესე რამდენი წერია 2 კილომეტრი. ხოლო შემდეგ 1 კილომეტრი ზუსტად ჩრდილოეთითო. მასშტაბი აი ეს არის 2 კილომეტრი, აქედან აქამდე ეს 2 კილომეტრია და მე ზუსტად ჩრდილოეთით 1 კილომეტრით იმოძრავა. იპოვეთო აგებითო, ავაგეთო გადაადგილების მოდული და მიმართულება. ნუ მოდი გადაადგილება რა არის? საწყისი წერტილის და საბოლოო წერტილის შორის შემაერთებელი ვექტორი. აი ეს არის გადაადგილება. ესე იგი გადაადგილება S არის OC ვექტორის ტოლი.
ეხლა როგორ უნდა ვიპოვოთ ესე იგი ეს მონაკვეთი? ნუ შეგვიძლია ვიპოვოთ შემდეგნაირად. ნახეთ, მოდით ეს შევავსოთ. ნუ მოდით შევავსოთ მართკუთხა სამკუთხედამდე, ესე იგი კიდე C წერტილიდან გნებოთ, აი მოდით ეს იყოს ეს პირველი წერტილი აღვნიშნოთ B-ი, აი საიდანაც 2 კილომეტრი რო გაიარა B-ში რომ მოვიდა, ხო? აქედან დავუშვოთ პერპენდიკულარი OX ღერძზე. და აი ეს სამკუთხედი განვიხილოთ. ეხლა ნუ ჯერ სანამ ამ სამკუთხედთან ესე იგი მაშინ მოდით ეს წერტილი აღვნიშნოთ, რა ვიცი, K წერტილი იყოს. ესე იგი მოდით განვიხილოთ ჯერ სამკუთხედი OBK. OBK. ამ სამკუთხედში ეს მართკუთხა სამკუთხედი არის. ეს არის 45 გრადუსი. საიდან ვიცი რომ 45 გრადუსი არის? იმიტომ რომ მითხეს რომ ზუსტად ჩრდილო-აღმოსავლეთით იმოძრავაო. ესე იგი ესეც 45 გრადუსი არის. ამიტომ ეს სამკუთხედი არის ტოლ ფერდა სამკუთხედი. ნუ რადგან ტოლფერდა სამკუთხედი არის და ეს ჰიპოტენუზა არის ამ სამკუთხედში, აი ეს თქვა ეს მონაკვეთი OK უდრის BK-ს, ეგ აღვნიშნოთ, ნუ აპატარათი ვგნებავთ, ესე იგი, გამოვა ახლა პითაგორას თეორემას გამოვიყენებ, ესე იგი OK კვადრატში პლუს BK კვადრატში უდრის OB კვადრატს. OK კვადრატი ეს არის A კვადრატი plus ისევ A კვადრატი უდრის OB კვადრატს, ანუ ესე იგი 2-ს კვადრატში. კვადრატში. ესე იგი 2A კვადრატი უდრის 4-ს. ანუ A კვადრატი უდრის 2-ს. ანუ A არის ფესვი 2-დან. ესე იგი გამოგვივიდა ჩვენ რომ OK არის ფესვი 2-დან. აქ შეგვიძლია მივახატოთ სურათზე, ეს არის ფესვი 2-დან, BK-ც არის ფესვი 2-დან. ამიტომ ახლა შეგვიძლია განვიხილოთ სამკუთხედი OCK, 20-ს 20 უნდა მოვძებნოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის გადაადგილების სიდიდე. სამკუთხედი OCK. მართკუთხა სამკუთხედია. და OC-ს კვადრატი უდრის OK კვადრატს პლუს CK-ს კვადრატი. ეხლა CK რისი ტოლი არის 1 პლუს ფესვი 2-დან, ანუ OC-ს კვადრატი არის OK-ს კვადრატი, ანუ ფესვი 2-დან კვადრატში პლუს 1 პლუს ფესვი 2-დან კვადრატში. ესე იგი OC-ს კვადრატში გამოგვივა 2-ს პლუს, ეხლა ეს როგორც A პლუს B კვადრატში ისე გავხსნათ, 1 პლუს 2 ფესვი 2-დან პლუს 2. ნუ ფესვი 2-დან კვადრატში, ხო? ესე იგი გამოგვივიდა 4, 5, ესე იგი OC კვადრატი გამოვიდა 5 პლუს 2 ფესვი 2-დან და OC გამოვა კვადრატული ფესვი აქედან 5 პლუს ფესვი 2-ჯერ ფესვი 2-დან. ნუ თუ რამე არ შემეშალა, მე მგონი ეგრეა. კარგით, ეხლა მე-17 ამოცანა. პიონერთა რგოლმა ჯერ გაიარა 400 მეტრი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ 500 მეტრი აღმოსავლეთით, შემდეგ კი 300 მეტრი ჩრდილოეთით. მოდით დავხატოთ ისევე შემოვიღოთ კოორდინატა ღერძები x, o, y. და ვნახოთ, ესე იგი თქვათ კოორდინატა სათავედან დაიწყეს მაგათო მოძრაობა. ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ესე იგი აქ 45 გრადუსით რო დავხატოთ, ესე იგი 500 მეტრი გაიარეს, უკაცრავად 400 მეტრი გაიარეს რაღაცა აი B წერტილში მოვიდნენ. შემდეგ
500 მეტრი აღმოსავლეთით. აი წამოვიდნენ ესე აღმოსავლეთი აქეთ არის. მოვიდნენ C-წერტილში. შემდეგ კი 300 მეტრი ჩრდილოეთით. აი ესე იმოძრავეს. იპოვეთ გეომეტრიული აგებით რგოლის გადაადგილების მოდული და მიმართულებები. ნუ ხა გეომეტრიული აგება, ნუ აი პირდაპირ შეგვიძლია ესე იგი ფაქტურად გვეუბნებიან რომ დახაზეთო რა ესე იგი ეგ არის აი ეს მონაკვეთი. ნუ მიმართულებას შეიძლება ესე დავადგინოთ. იმასთან ეს არის 400 მეტრი, ეს აქედან აქამდე არის 500 მეტრი, ეს არის 300 მეტრი. ეხლა სინამდვილეში ეს შეიძლება ვიპოვოთ ეს ამოცანა კიდე შემდეგნაირად. მოდით ეს პირველი მონაკვეთი O-დან B-მდე, ეს იყო პირველი გადაადგილება. ეს იგი OB ვექტორი, ეს არის S პირველი. BC ვექტორი, ეს იგი მერე რომ აღმოსავლეთით რო იარეს, ეს არის S2 ვექტორი. და ბოლოში ჩრდილოეთით რო იმოძრავეს, ნუ ეს ბოლო წერტილი კათი აღნიშნოთ, CK ვექტორი. ეს არის S3 ვექტორი. ასე რომ შეგვიძლია დავწეროთ რომ მთელი გადაადგილება არის პირველ გადაადგილებას დამატებული მეორე გადაადგილება და დამატებული მესამე გადაადგილება. ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია დავაგეგმილოთ X ღერძზე და Y ღერძზე. ესე იგი თქვათ აი SX ეს არის S პირველ X პლუს S მეორე X პლუს S მესამე X. ანალოგიურად Y ღერძზე SY S პირველი Y პლუს S2 Y პლუს S3 Y. ეხლა მოდით ვიპოვოთ თითოეული ამ ვექტორის X და Y დგენელები. S პირველი X. ნუ ეს რადგან 45 გრადუსი არის. ნუ ჩვენ უკვე გვქონდა ეს ჰიპოტენუზა არის და ეს კათეტი არის. ესე იგი ჰიპოტენუზა ფესვი ორჯერ აღემატება კათეტს. ამიტომ S1X იქნება 400 გაყოფილი ფესვი 2-ზე, მაგრამ მინუს ნიშნით. რატო? იმიტომ რომ S1X-ის გეგმილი უარყოფითი არის. S2X იქნება პირდაპირ 500-ზე ემთხვევა. S3X კი 0-ის ტოლი არის, იმიტომ რომ ამას X გეგმილი არ გააჩნია. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რომ SX არის -400 შეფარდებული ფესვი 2-თან პლუს 500 და ნუ პლუს 0 აღარ გვინდა. ნუ ხლა ესეც ფესვი 2-ზე რო გავამრავლოთ და გავყოთ ეს იქნება ფესვი 2 არის საერთო მნიშვნელი -400 პლუს 500 ფესვი 2-ზე. მოდით ცოტა უფრო სიმპათიურად გადავწეროთ, SX-ი გამოვიდა 500 minus 4 უпростოდ 500 ფესვი 2-ზე შემიშალა. ეს იგი SX-ი არის 500 ფესვი 2-ზე minus 400 შეფარდებული ფესვი 2-თან. ეხლა ეს Y-ი S პირველი Y-ი არის დადებითი სიდიდე არის 400 შეფარდებული ფესვი 2-თან. S2Y არის 0-ის ტოლი, იმიტომ რომ ამ ვექტორს Y დგენელი არ გააჩნია, ხოლო S3Y პირდაპირ S3-ს ემთხვევა და S3 იყო აი ჩtildeოეთით რაც გაიარეს, ესე იგი ეს არის 300 მეტრი. 300. ამიტომ SY იქნება 400 ფესვი 2-ზე პლუს 300.
ხოლო მთელი გადაადგილება სიდიდე, რა თქმა უნდა, არის კვადრატული ფესვი sx კვადრატს პლუს sy კვადრატი. ეს რიცხვითი მნიშვნელობები თქვენ შეგიძლიათ თვითონ გამოთვალოთ. ეს რაც შეეხებოდა პირველ თავს.